ბევრმა იცის მაია ჩვენი ამბავი ლიმოჟის და ჩვენი ჭურჭლის, ხო? მუზეუმის. უკვე მუზეუმი. მე მგონი მუზეუმად გადავკეთდით. ჩვენი ფერად-ფერადი და წარმოუდგენლად ლამაზი სერვიზების შესახებ ბევრმა იცის, ბევრი გაიყიდა, მაგრამ ისევ ბევრი გვაქვს. ერთი მეორეზე ლამაზი ჭურჭელი და დღეს მინდა გაჩვენოთ სერვიზები, რომლებიც გაიყიდა, იმ სერვიზებიდან დარჩენილი ზედმეტი ჭურჭელი, ზედმეტი თეფშები. დიდი კოლექცია დაგვრჩა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ცალ-ცალ თეფშებად და მინდა ახლა დაგათვალიერებინოთ, დაახლოებით ვიტოვებთ რა თქმა უნდა ჩვენთვისაც თითო და ორ თეფს რომ გქონდეს სამახსოვრო და ლამაზი კოლექცია გავაკეთოთ. რა სერვიზებია მაი ეს, რა წარმომავლობისა? ლიმოჟის ანტიკვარული სერვიზები მე-19 საუკუნის ბოლო, ცოტა იქეთა პერიოდიც, მაგრამ არა აქეთ. ყველა არის დამღებით რომ მივყვეთ. მე-19 საუკუნის ნივთები. კოლექციოთ მნიშვნელოვანი, შეკვეთით დამზადებული აუცილებლად დიდი სასახლეებისთვის, დიდი სერვიზებია. უნიკალური ნივთები არა. ნახე რა სილამაზეა. ერთი მეორეზე ლამაზია ეს თეფშები. აქაც ამოუწურავი თემა, როგორია რა. მოვრჩით გაგიჟებას, მაინც რაღაცა გამოვა საოცარი. ნახე ეს ზოგი ფერწერა, ზოგი დეკოლია, ეს მაგალითად ფერწერა. ეს მონოგრამებიანიც კიდე ძალიან საინტერესოა. სადაა, მაგრამ მონოგრამებით ეს მოდელიც. ეთყობა რომ ვიღაცის საგვარეულო სახელი და გვარი. სახელობით. ინიციალით სახელობით იგი ბატონო. ნახე არ თავდება ოღონდ იმდენია. განცვიფრებას იწვევს ჩემში, არ ვიცი. 127 სხვადასხვა თეფში დავთვალეთ. ეს ღიღილოები. არა, ეს ღიღილოები საერთოდ ლურჯი ღიღილოებით, ამაზე გიჟდები. ზე როგორც აღმოჩნდა და მე ხო ხამას ჩემთვის ახალი თემაა ეს ახლა. ჩემთვისაც მე ნანახიც არ მქონდა, აი. არა, ესეთი თეფშები კი არა, ასეთი ჭურჭელი ჩვენ ნანახიც მართლა სასახლის ჭურჭელია ეს, არ არის უბრალო ნივთები. და ეხლა რო უკვირდები ამ დამღებს და არ არსებობს ერთნაირი დამღა და ამაზე ცოტა გაოცებას გამოვხატავ ხოლმე და როგორც აღმოჩნდა ლიმოჟის ერთი საწარმოო კი არ იყო მანუფაქტურა, ათეულობით მანუფაქტურა იყო ამ ქალაქში და ამიტომაც არის ამ დამღების მრავალფეროვნება და სრულიად და ყველაზე საინტერესო კიდე რა არის, სად გაიყიდა რომელ მაღაზიაში, ორი დამღითაც არსებობს ესენი. ანუ ის თავისი ნამდვილი დამღა და მე სად გაიყიდა რომელ მაღაზიაში და თავისი მისამართიც აწერია ზეთ. აი ეს ნახეთ რა საოცარი. არა, დაუჯერებელი მოდელები. გიჟდები და მე საერთოდ მომწონს თითო-თითოდ გაშლილი სუფრები. ხო, ეგ თქვენი სტილია, მე მგონი. ჩემი სტილია კი ბატონო. დამკვიდრდა და უკვე მოდათ რა სხვადასხვა თეფშებით იყოს სუფრა გაწყობილი. ამაზე ლამაზი რა უნდა იყოს, ხოთაშორის ადამიანები ათვალიერებენ სიხარულითა ნახე ბაფთებით რა სილამაზი. ნახე როგორი გირლიანდებითა. ეს ჩემთვის ყველა სერვისი ჩვენთან ხო სახელი ქვია თავისი. გასაკვირველია. ეს ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი კოლექცია. ჩემთვის ახალია რა თქმა უნდა, არავით არის არ მაქვს. აი ეს მოდელია კიდე საოცრება, აი მართლა საოცრება. სრულიად ფუნჯით ნამუშევარია. მოხატულია. ეს თლად ფუნჯია. ძალიან ლამაზია. ცალ-ცალი თეფშების შეძენა ჩვენთან შეგიძლიათ. ბევრი გვაქვს, რა ვიცი, მოგზანდით. სიამოვნებით. თუ კი მოგინდებათ, რომ თითო-თითო სხვადასხვანაირი გქონდეთ, წარმოუდგენელი რაოდენობა დავაგროვეთ ამასობაში. გამოძეძგილია ყველგან ქვეშაც, სადაც არ უნდა შეიხედო ჭურჭელია. ისიც ამოიღე ის მონოგრამები რომ გურულები როგორც ვიხჩობით. აი მე და აი ნახე რა სილამაზი. ეგ რო თქვი ხო იცი ვიხჩობით, გურული ხარ და ვიღაცა ესეც 178 დავთვალეთ. 178 სხვადასხვა. ეს ბევრია, ცოტა.